ზუსტად ვიცნობ ჩემ ოჯახს და ზუსტად ისინი რასაც პროტესტებენ, გამდე ინერვიულო, უნდა პრაგმატულად მიყვი ამას, არაფერი და მე გაგრძელდება ცხოვრება. როგორც კი დაინახეს დედა, რომელიც იდგა რუსთაველის გამზირზე, მივიდნენ და მასთან დადგნენ. ხო, ძალიან უცნაურია. თქვენს ცრემლი მოგადგათ. თუ განცდები არ გაგაჩნია და ესეთი სახე გაქვს. მაშინ რავი რაღა ადამიანი ხარ. პროტესტი არის ავტობუსშიც, პროტესტი არის ქუჩაში, პროტესტი არის მაღაზიაში, პროტესტი არის თავში. და სანამ ეს უკანონობა არის, პროტესტი იქნება. მოდი რა, ცოტა რეალურად წავიდე. ჩემ სელფი შემიძლია მოგცე. ეგეთი ანეკდოტი იყო საბჭოთა დროს, მიხვაკრავს თეთრ ფურცლებს. ჩემთვისაც გადაღება მაშინ იყო გამოსავალი. ფოტოგრაფი არის ადამიანი და მას უნდა გააჩნდეს მორალი. და შენაჭერთით სიმღერას. შენ ირჩევ კადრს. ბიძინა ივანიშვილი გადაგიღია. დღესაც ვიღებ 10 წლის მერე ისტორიას დაუძახებენ. ემპათია, სიყვარული, დემოკრატია, სამშობლო, დედა. მე მახსოვს ფოტოგრაფების საქმე რო იყო. სხვა თემაზე გადავიდე. ანუ თქვენ ომი არ გინდათ? ვინმეს გინდათ ომი? ომი გინდათ? ხო. ჩემი ნაცნობი არის გოგო, რომელიც ხდებოდა და მე თქო შენ უნდა გადაიყო. ცუდი ფოტოაპარატი არ არსებობს. ხო და როგორ დამთავრდა ეს სამყარო? მსხალი გადავიდა ის მსხალი. გადატანილია დღეს სამყარი? ყველა ზამთარი გადატანა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხმის მინეს, ეს არის გადაცემა ვიკასთან. სანამ დავიწყებთ საუბარს მართლაც შესანიშნავ სტუმართან, აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ იაქტიუროთ, გამოგვიწეროთ, დაგვიკომენტაროთ. თქვენი აქტიურობა ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტხანს ვიქნებით და უფრო სიცოცხლის უნარიანი იქნება ჩვენი გადაცემა, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა კი წარმოვადგენ ჩვენს სტუმარს, გურამ წიბახაშვილს, ლეგენდად ქცეულ ფოტოგრაფს, რომლის ფოტოობიექტივში მოხვედრილა მართლაც ამ ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატული, ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბები, ისტორიები და ადამიანები. 300-მდე გამოფენის ავტორი, მე გადაცემის დაწყებამდე ვკითხე, რამდენი გამოფენა დაახლოებით 300-მდე, თუმცა პერსონალური, ალბათ 100-მდე პერსონალური გამოფენის მონაწილე და ორგანიზატორი. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიაზე, თანამედროვე ხელოვნებაზე და ახლა ისე მოხდა, რომ საკუთარი ოჯახის წევრების დაპატიმრებაც ნახა. დაპატიმრება ვერ მოახერხე გადაღება. გამოშვება მოვახერხე ერთ-ერთის. იფიქრებდით თუ არა, რომ საკუთარი ცოლის დატყვევების, დაპატიმრების თვითმხილველი გახდებოდით? რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნოა, რომ ამის თვითმხილველი ხდები, მაგრამ ბოლო მოვლენები რაც იყო, ლოგიკურად ეს შესაძლებელი იყო. ხდებოდი, რომ ეს შესაძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცნობ ცოლსაც და შვილებსაც და ცოლის დასაც კიდე, რომელიც ასევე დააჯარიმეს, რომ ეს მოსალოდნელი იყო. და იმიტომ, რომ ის რის წინააღმდეგაც არის ეს პროტესტი, ის ისეთი ლოგიკური პროტესტია, რის წინააღმდეგაც არის, ის არის გასაპროტესტებელი. გასაპროტესტებია შესაძლებელია. ამიტომაც ზუსტად ვიცნობ ჩემ ოჯახს და ზუსტად ისინი რასაც პროტესტებენ და თუ მე ამ პროტესტს ისიც მივხვდი, რომ შეიძლება მოყვეს დაპატიმრება, ანუ ლოგიკურად ეს შესაძლებელი იყო. თუმცა არასასურველი იყო და არ მეგონა თუ ესე მოხდებოდა და ესე მალე მოხდებოდა და რომ მოხდა, რა თქმა უნდა, თავიდან ვინერვიულე. მე მივხვდი 15 წუთში მივხვდი, რომ გამდე ინერვიულო, უნდა პრაგმატულად მიყვი ამას, ხო იცი რომ ლოგიკური იყო და ეს არის რაღაცა ნაწილი ცხოვრების, უნდა გავიდეს, იმიტომ ვიძახი, რომ ორი წევრი ისევ იმაშია, ციხეში არ ქვია რა, იზოლატორი ქვია მე მგონი თუ არ ვცდები. შვილები და არაფერი და მე გაგრძელდება ცხოვრება. ოღონდ თავარია რომ მე იმ დანარჩენ გაგრძელებულ ცხოვრებაშიც იგივე ღირებულებებზე იფიქრო, იგივე ღირებულებები დაგრჩეს, რაც ქონდა მანამდე.
თან აი ამ დაკავების როგორ მოხდა დაკავება თქვენი ოჯახის წევრების ცალკე ისტორია, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, თქვენი ცოლი და ცოლის დაქალები იდგნენ რუსთაველის გამზირზე და ამოუდგნენ გვერდში შვილები. როგორც კი დაინახეს დედა, რომელიც იდგა რუსთაველის გამზირზე, მივიდნენ და მასთან დადგნენ. რაღაც ამაღელვებელი იყო ჩემთვის ეს ამბავი. კინოსავეთი იყო. ხო, მართლა კინოსავეთი იყო. რას ყვება თქვენი მეუღლეთ, როგორც მიხვდა ეს სპონტანური იყო თუ ის გადასვლა? კი, გადასვლა და გადაკეტვა რუსთაველის გამზირზე. მოყოლით ვიცი, მათივე მოყოლით ვიცი. ცოლის და გადავიდა, იმიტომ რომ დაინახა რომ იქ 3 თუ 4 ახალგაზრდა გადავიდა და მიხვდა რომ ისინი მარტო იყვნენ. და ამან თქვა რომ ხარი დაუჭირო, იმიტომ რომ თვითონ ყავს 2 ძალიან მაგარი შვილი და ჩათვალა რომ ის ერთ-ერთი შვილი არა რა მნიშვნელობა. ჩემო ცოლმა რომ დაინახა რომ მისი და გადავიდა. თქვა რომ ეხა დასაცხმოდა მხარი დაუჭირდა. გადავიდა და შვილები ლოგიკურია რა, ეხა დედა დაინახეს და დედა დაინახეს და გადავიდნენ რა. ძალიან ლოგიკურია. რამდენჯერაც ვისმენ ამ ისტორიას, ისეთი ემოციები მიყრობს, რომ წამიღო იქით და ხო. მართლაც აი ეს არის ალბათ სოლიდარობა ქვეყანაში, რომელიც უნდა ყოფილიყო ნულოვანი თანაგრძნობის ქვეყანა, როგორც თქვა კობახიძემ, ეს არ გამოდის. ხო, ძალიან უცნაურია. თქვენს ცრემლი მაგათ. ხო, და მე ხო გითხარი, იქით წამიღო მეთქნა, არა უჭირს, ეგეც კანკაია, ეგ ძალიან ადამიანურია. ძირა მგონია, რომ ზუსტად ეს ეგ არის ადამიანი. რომ ადამიანს გააჩნია რაღაც ღირებულებები და ამ ღირებულებებზე მე განცდები გააჩნია, ხო? თუ განცდები არ გაგაჩნია და ესეთი სახე გაქვს. ხო, მაშინ რავი, რაღა ადამიანი ხარ. თუ შეგიძლია რომ ყველაფერს უყურო ცივი თვალებით, რავი, რაღა ადამიანი ხარ. ხო, და თუ ის კი არა, ყველაფერს კი არა. თუ რაღაცა შეგიძლია ცივი თვალებით უყურო, მე დანარჩენებზეც თუ გქონდას გაქვს ემოცია, იცოდე რომ ისიც ცივი თვალები არა. და რავი, ამიტომაც რა. ეგეც განცდა. ხორეს დროს არ განვიცდი ეგ. ეხლა განვიცდი ამას, რომ აი ესე შემიძლია რომ ვიღაცას ტექსტს რო წავიკითხავ, რომ აი ესე გააკეთეს. ესე გმირულად გააკეთეს ცოლმა და რაღაც ცემლები ტირელი არ ქვია მაგას, რა ემოცია მოდის. ხო, და რავი, ძალიან მაგარი განცდა, რაც არ განვიცდი ეგეთი და ეხლა განვიცადე რა. ადამიანი კიდე ხო ის არის, რომ რაც მეც განიცდი, მთელი ცხოვრება, შენი ცხოვრება არის განცდები. და რაც მეც განიცდი, მეტი ადამიანი ხარ, ცოტას განიცდი, ცოტა ადამიანი ხარ და რა. სხვათა შორის არ მიფიქრე ამაზე, ხა თქვენმა ნათქვამმა დამაფიქრა, არის თუ არა მნიშვნელოვანი ფოტოგრაფისტვის იყოს ემპათიური და როგორც თვითონ ფოტოს შეიძლება თუ არა გამოვიდეს უფრო სხვანაირი, უფრო კარგი, უფრო დიდებული, აი ეს კადრი, რომელიც ხდება, არ ვიცი, მნიშვნელოვანი, როდესაც პერსონა, ვინც იღებს ამ ფოტოს, არის ემპათიური. რა თქმა უნდა, და ეს არის ყველაზე ეგ არის ფოტოგრაფი. ხო ხდებით რომ ფოტოაპარატი დღეს აქვს ყველას, აბსოლუტურად, ყველას. ფოტოაპარატია ტელეფონში რო არის ფოტოაპარატია, ხო? დანარჩენი მე არის რომ ვინ არის ადამიანი, ვინც და რას იღებს და რატო იღებს და რა განცდა აქვს ამის მიმართ. ფოტოგრაფია ხო არის რეალურად რაღაცისადმი დამოკიდებულება, ხო? თუ არა გაქვს დამოკიდებულება, იმას არ იღებს. შენს გარშემო არის მილიონი რაღაცა, მაგრამ ყველაფერს ხო არ იღებ. როგორც კი დამოკიდებულება გიჩნდება, როგორც კი განცდა გიჩნდება, როგორც კი ყურადღებას მიაქცევ რაღაცას და ყურადღების მიქცევა მე განცდაში გადადის, მაშინ აჭერ ღილაკს თითს, ხო? და რეალურად გამოდის, რომ ეს არის შენი განცდების, შენი განცდების გადმოცემის საშუალება. და როდესაც დიდი აქცია არის და მასშტაბური მოვლენა ხდება, ალბათ ნიჭი და უნარი ემპათია გაძლევს ამ ნიჭს, რომ დაინახო ადამიანური ისტორიები ბევრ სიტუაციაში და ის აღბეჭდო. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ამ დიდ ქუჩაზე თქვა, რომელიც სავსეა ხალხით, ხო? შეგიძლია რომ 10,000 კადრი გადაიღო, ხო? მაგრამ შენ ცდილობ რომ ის კადრი მოძებნო, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს ამ 10,000 ადამიანს. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ცოცხალი ორგანიზმი და გააჩნია გამოხატულება. და აი შენ ცდილობ რომ ისეთი სურათი გადაიღო, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს მე ამას, ყველაზე სწორად აღწერს, ყველაზე უпростоრეთ ისი აღწერს, რომ სხვა ადამიანამდეც მივიდეს, ვინც ვერ ახერხებს რომ გავიდეს იქ. რამდენიც გინდა, ხო? რამდენია
იმ დღეს მეც იქ ვიქნებოდი, რომ არა რაღაცა კონკრეტული საქმე, რომელიცაც ვიყავი დაკავებული, ხო? და ხო ესეთი ბევრია. ხო ჩვენს გარშემო, რომელიც ვერ ახერხებს იქ გასვლას, ხო? რა სხვა მიზეზების გამო, ხო? და იმათ რომ მიუტანო თუ სინამდვილე იქ რა არის? იმიტომ რომ იმის და მიხედვით თუ როგორ გადაიღებს, სხვადასხვა სინამდვილე შეიძლება წარმოაჩინო. გზის გადაკეტვაზეც მინდა გკითხოთ, ეს ერთგვარ არ ვიცი, გამოწვევად იქცა. ახალ-ახალი ნაკადი ჩდება რუსთაველის გამზერზე კეტავს ქუჩას. რატომ ფიქრობთ თქვენ, რომ ეს ბრძოლა არის მნიშვნელოვანი? ბრძოლაში გულისხმობ კონკრეტულად გზის გადაკეტვას. მე არ ვფიქრობ ეგრე. მართლა არ ვფიქრობ. და გიხსნით რატომ? თავარი რომ ადამიანის შიგნით კონდეს პროტესტი. და შიგნით რომ პროტესტი არსებობს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ხო და უბრალოდ მე ვფიქრობ, პირიქით ეხლა სხვა ფორმა არის მოსაძებნი. შეიძლება უფრო მარტივი ფორმაა მოსაძებნი, რომელიც შეიძლება უკეთესად იმუშაოს. უბრალოდ ეს გახდა რაღაცა სიმბოლო, თუნდაც 2 წუთი, თუნდაც 5 წუთი არ ვიცი, რომ ითქვას, რომ ხო, ვიცი რა არის, აი რომ იძახი რომ არ არის პროტესტი. არის პროტესტი, როგორ არ არის, ხო? პროტესტი არის ავტობუსშიც, პროტესტი არის ქუჩაშიც, პროტესტი არის მაღაზიაში, პროტესტი არის თავში. ხო? და ამიტომ ეს პროტესტი, ეს ნაწილი, ეს ფორმა არ შეწყდება ალბათ, ხო? ან თუნდაც შეწყდეს, ეგ არნიშნავს, რომ პროტესტი შეწყდა, ხო? პროტესტი იმიტომ არის, რომ არსებობს უკანონო ბანი, როგორ გითქმის, არ ვიცი ეს. უკანონობა. ბევრი, ხო? და პროტესტი მაგიტომ არის. და სანამ ეს უკანონობა არის, პროტესტი იქნება. რაღაცნაირი პროტესტი იქნება, ხო? ძალიან ჩემთვის კარგი მაგალითი იყო თავიდან ანეკდოტი, მოდი რა, ცოტა ღიარულად წავიდე. ეგეთი ანეკდოტი იყო საბჭოთა დროს, მიხვაკრავს თეთრ ფურცლებს. კედრებზე რასაკეთებდა? პროკლამაციებს ვაკრავდა. რომ არაფერი წერიოდა. ხალხმა ისედაც იცის რა უნდა ეწეროს რა. და ეს იყო ანეკდოტი. და მე მოხდა ის, რომ თეთრი ფურცლების გულისთვის ჯერ რუსეთში და მე საქართველოში დაჭერა დაიწყეს ადამიანებს, იმიტომ რომ ისედაც იცი რა უნდა ეწეროს. ხო? თვითონ იციან რა წერია. ხო? იმიტომ რომ მათზე წერია. და შეიძლება ეგ უფრო გამაღიზიანებელია, რომ სუფთა ფურცელი გიჭირავს. და იმან უფრო კარგად იცის რა წერია. და წარმოიდგენს 1000 რა თქმა უნდა, უარეს წარმოიდგენს, ვიდრე შენ შეგიძლია რომ დაწერო. გამახსენდა აი უარესზე და ფანტაზიაზე, რომელიც პროპაგანდას აქვს, როცა დააკავეს თქვენი მეუღლე პროპაგანდამ დაამზადა ქარდი, რომ ათასობით სხვა მასწავლებელს უშლიდაო ხელს. რა რეაქცია ქონდა მას, როცა მასწავლებელმა ქალმა, დამფუძნებელმა სკოლის, რომელიც არ ვიცი, ძალიან ბევრი რამ წავიკითხე თქვენს მეუღლეზე, ერთს ვეტყვი, მადლობა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ კიდევ ბევრმა ადამიანმა გაიცნო ალბათ რა ადამიანები არიან ამ პროტესტის ავანგარდში, როგორ ქალებს იჭერენ. რა რეაქცია ქონდა მას თვითონ? ესე იგი ალბათ ასად არ ეწერებოდა ისეთი შვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, რომ იმასაც ყველაფერს ესე უყურებს ხოლმე, რომ ეს რა არის და თუნდაც ეგ ტექსტი, რომელიც მე წავიკითხე, ხო, რომ სხვა მასწავლებლებს უშლი და ხელს. ეგეც ხო იმის მაუწყებელია, რომ ის მხარეც, მოდი ესე დავარქმევ, სულ ცდილობს, რომ როგორმე რაღაცა მოგიძებნოს, რომ ვაიმედე და რაღაცნაირად გაგაშაოს არ ქვია, გაგალურჯოს, ლურჯად ეწერა ის წარწერა, ხო? დანარჩენი მასწავლებლებიც იმიტომ არ გამოდიან იქ ნაწილი. შიშის ქვეშ არიან. და ეგეც ხო პროტესტია იმ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია გამოსვლა. მათ ხო თავში პროტესტი აქვთ. როდისღაც ეს პროტესტი ხო ამოხეთქავს. და აი ამიტომ გონია რომ პროტესტი რო შეწყდეს, კი არ უნდა გაამკაცრო ეს ჯარიმები თუ რაღაცები. პირიქით უნდა შეამცირო, ხო ეს ხო ლოგიკურია. ხო და რავი, რამდენი ამკაცრებ, იმდენი მეტი პროტესტი იქნება. როდისღაც ეს პროტესტი ზღვარს გადმოვა და შეჭამს ყველაფერს. ძალიან მიყვარს თქვენი მოსმენა, როცა იხსენებთ 70-იანი წლების თბილისს, თქვენს ბავშვობას, სომხები, აზერბაიჯანელები, იეზიდები, ყველანი ერთად რომ ცხოვრობდნენ. დღეს როცა იღებთ ქალაქს, თქვენს ფოტოებში არის ბევრი ნოსტალგია ისევ. ნოსტალგია ეძებთ იმ თბილისს, დღევანდელ თბილისს. ის თბილისი არის. ის თბილისი დღეს ყოსო არსებობს. მე მომწონს ნებისმიერი თბილისი. იმდროინდელი შუაში მერეც და ეხლანდელიც და მგონია რომ ქალაქი როგორც ცხოვრობს ისეთ ცოცხალი ორგანიზმია რომ ყოველთვის საინტერესოა და რა კარგია რომ იცვლება
ხანდახან ცუდისკენ, ხანდახან კარგისკენ, მაგრამ იმ ცუდშიც დაკვირვება მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის არის ხოლმე ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც ის რომ რატო შეიცვალა ცუდისკენ, რომ მეორედ აღარ შეიცვალოს უფრო ცუდისკენ, ყველაფერი რაც ხდება ჩვენი პასუხისგებლობისა. თქვენ ხართ ურბანული ფოტოგრაფი, თბილისის მემატიანე ხართ. მე ასე ვუყურებ თქვენს შემოქმედებას. რა არის ის, რაც ჩვენს ქალაქში იცვლება უკეთესისკენ? რატომღაც ეს უფრო მაინტერესებს, იმიტომ რომ როდესაც საუბრობთ რა იცვლება უარესობისკენ, უფრო ვიცი, უფრო ხვდები რა შეიძლება მიპასუხოთ. კი, მოდი თუ ურბანიზმზე ვლაპარაკობთ, აი ყველაზე დიდი პრობლემა ქალაქში იყო, რომ შენებლობები იყო ყველაზე დიდი პრობლემა. ვიცოდი რომ ამას მეტყოდი. და ხშირად მეკითხებოდნენ, რომ აბა ეხლა შენ როგორც ფოტოგრაფს, ადრე როგორი იყო თბილისი, ეხლა როგორია თბილისი და მოგცემს თუ არა ეს რაც ხდება. და სულ მგონია ხოლმე რომ მე კი არ უნდა მკითხონ რომ ეს კარგია თუ ცუდია რომელიღაც შენობა რო შენდება. უნდა ურბანისტი მოძებნონ და ყავს ძალიან მაგარი ურბანისტები და უნდა არქიტექტორები მოძებნონ და იმათ კითხონ რომ ეხლა ეს შენობა რო აქ შენდება. ეს ლოგიკურია თუ არა? როგორ შეიძლება ურბანულად სწორე ყოფილიყო, თქვათ სპორტის სასახლეში უკან აშენებული ქალაქი, რომელსაც ცალკე მე ჭირდება იმ ხელა. ხო? ხო და ხო არ შეიძლება რომ ამაზე რომელიმე თუნდაც ურბანისტმა ან არქიტექტორმა თქვა რომ ხო ეს კარგია, ხო? მაგრამ ხო ყველა ხვდებით რომ იმის უკან უზარმაზარი ფული დგას. და ფულს კიდე ხო ხვდებით რომ ვერაფერი ვეღარ აჩერებს, ეგრე აღმოჩნდა, ხო? და აი ეს რა თქმა უნდა არ მომწონს რომ ფულის გამო ხდება რაღაცის გაფუჭება. მეორე მხრივ მე ძალიან სუბიექტურად და არაპროფესიონალურად მომწონს რაღაცა შენობები, რომელიც უკვე მე გვიან აშენდა. მაგალითად მე მგონი ბანკს ეკუთვნის საქართველოს ბანკს ძალიან თანამედროვე შენობა აეროპორტიდან რომ მოდიხარ. ან მე მგონი ყავის ქარხანა არის იქვე, ხო? ორი ძალიან კარგი არქიტექტურული შენობა დგას. და ქალაქ გარეთ არის თან ორივე. მშვენიერ ადგილას არც არაფერს არ უშლის, არც არ პირიქით. ყველაზე ფოტოგენური ქალაქი რომელიც გადაგიღიათ თბილისის გარდა რომელია? თბილისი არის ყველაზე ფოტოგენური. ძალიან ბევრი ქალაქია ფოტოგენური, მაგრამ იცი და რატო ვიძახი ესე? იმიტომ რომ გიყვართ. იმიტომ რომ ვიცნობ. ორივე. რა თქმა უნდა, მიყვარს. ძალიან მნიშვნელოვანია. კი, იმიტომ რომ ეს ცნობად და სიყვარულიც ხო მაგედან მოდის, რომ იცნობ, ხო? და ზუსტად იცი რა იცვლება, ზუსტად ხვდები რომ სხვა ქალაქში რამდენი ხარ, ერთი კვირა ხარ. თუ არ იცხოვრე, ვერ მოძებნი აი ნამდვილი ღირებულებები იქ რა არის და ამ თბილისში დაიბადე, გაიზარდე და იცნობ რომ რა არის აქ ნამდვილი და რა გიჩუყებს გულს, მოდი ესე ვთქვა. 9 აპრილიდან მოყოლებული თუ რამე მომხდარა მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში გადაგიღიათ თქვენ და თუ ვინმე ყოფილა მნიშვნელოვანი ასევე თანამედროვე ქვეყნის ისტორიაში ის ადამიანებიც მომხვედრილან თქვენს ფოტოობიექტივში, ამიტომ თქვენგან ბუნებრივია საინტერესოა როგორ იცვლება ჩვენი ქვეყანა. რას ხედავთ ახლა თქვენ? თუ კი რაღაც ისტორიულ ანალოგიებს მოვიშველიებთ, რას გაგონებთ ეს პერიოდი, ეს ეპოქა? საბჭოთა კავშირის მაგონებს მინდა გითხრათ, მაგრამ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო უარესი, ჯერ იმ სტადიაში ვართ, რომ საბჭოთა კავშირი უფრო იყო უარესი. საბჭოთა კავშირი დაინგრა 70 წელიწადში. მე შევესწავლი ბოლო 30 წელიწადს საბჭოთა კავშირის დანგრევისას. და 28 შეიძლება 29 წელი გვეგონა რომ შეიძლება შეუძლებელი იყოს საბჭოთა კავშირის დანგრევა. ბოლო 1 წელიწადში გამოიკვეთა რომ კი თუ ხმას ამოიღებ, თუ იტყვი რომ ეს ყველაფერი სიყალბეა, ბოლოს დაინგრევა. აი სულ არის ლაპარაკი რომ ევროპა და რა არის ეს ევროპა არ არის ტერიტორია. ევროპა არის ღირებულებები. და თუ ვინმე ამის მერე გამოვა და იტყვის რომ იცი რა ევროპა არ გვინდა, იმიტომ რომ იქ ვიღაცას რაღაცა შეეშალა, აქაურ შეცდომებს მიხედონ, მე ისე ილაპარაკონ და ევროპა არის ღირებულებები. და ჩვენ გვინდა ზუსტად იმ ღირებულებებისკენ ტოლვა. როდის მივაღწევთ? მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ვექტორი უნდა იყოს ეს და არა რუსეთი. დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოში რომელი მომენტი იყო ყველაზე მძიმედ გადასაღები? ზე 90-იანი წლები ძალიან მძიმე იყო. და მაშინ ძალიან მძიმე იყო და მე ვფიქრობ რომ
ჩემთვისაც გადაღება მაშინ იყო გამოსავალი, რო გეცხოვრა. და იმდენი და მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ კონტაქტი ადამიანებთან კონტაქტი იყო ერთადერთი შანსი, რომ გეთქვა, რომ გეფიქრა, რომ ცოცხალი ხარ. და ამიტომ ძალიან ბევრი მხატვარი მე ძალიან მეგობარი მყავს გადაღებული, ბევრი ხალხი მყავს გადაღებული და მგონია, რომ ყველა ისინი ბევრ რამეს აკეთებდნენ, მუშაობდნენ, თუმცა ძალიან ცუდი, ყველაზე ცუდი პირობები იყო სამ მუშაობისთვის. და მე რომ გავიდა ეს 90-იანი და ცოტა რომ დასტაბილურდა რაღაცეები, მე მივხვდი რომ იმიტომ რომ ერთადერთი რამე რაც შეგეძლო რომ გეკეთებინა და გეთქვა რომ ადამიანი ხარ, იყო ანუ რამე გეკეთებინა, გემუშავა და ამით ხვდებოდი რომ ეს ადამიანი ხარ. და ამიტომ მგონია რომ ძალიან რთული იყო 90-იანები, თუმცა მე რო გადავიდა ეს ყველაფერი, მივხვდი რომ ამის გარეშე ვერ გამოვძრებოდეთ. იმიტომ რომ სანამ ეს 90-იანები მოვიდა და სანამ საბჭოთა კავშირი იყო, მე პირადად ყოველ შემთხვევაში სხვა შეიძლება თქვას რომ უფეგერი არ არის. მე პირადად მეგონა რომ როგორც კი განთავისუფლდება ქვეყანა, მე უცებ დამყარდება 64. და ნუ ეს იყო ძალიან ინფანტილური აზრი, ხო? რომ შენ უნდა აშენო ეს 64. არავინ არ მოგცემს 64-ს. 64 არის შენი ასაშენებელი. და აი 64-ის ნაცვლად გადაიღეთ არ ვიცი, მართლა ჯოჯოხეთი 90-იანი წლების. თუმცა ეგეც კარგია, ჯოჯოხეთი თუ არ ნახე, როგორ მივხვდები 64 როგორ ნააშენო, ხო? და რაღაცას უნდა შეადარო. ეს ყველაფერი. და ესე ნელა აშენო. ყველაზე დრამატული ფოტო გახსენდებათ იმ პერიოდის. სხვის დრამატულები უფრო მახსენდება ხოლმე ვიდრე ჩემი. მაგალითად სებასტიაო სალგადო იყო შარშან გარდაიცვალა. შარშანწინის კაცი და ის დიდი ხანი იღებდა აფრიკაში ცხოვრებას, მოდი ესე დავარქვათ. მე მეორე ადამიანი იყო ის 5 წლის წინ გარდაიცვალა სუზან სონტაგი, რომელმაც იმას დაუწერა, რომ იგავ ისეთ ესთეტიზირებას ახდენსო უბედურებისო, რომ ცოტა უხერხულიაო. და მართალია ის ქალი, მაგრამ მეორე მხრივ ამან როგორც აღწერა აფრიკა, მივხვდი რომ ტრაგიკული არის შიგნით და არა გარეგნულად რა. და ხვდები რომ ეს არის ცხოვრების ნაწილი და ესეთი დაუნდობელი შეიძლება იყოს რაღაცა დონეზე ცხოვრება. მაგრამ ეგ არის ცხოვრება და ვერაფერს ვერ იზამ. და ეს უბედურების რაღაც ესთეტიზირება არის რაღაც გამოწვევა დღეს ფოტოგრაფისტვის? მე ვფიქრობ რომ არის გამოწვევა, კი. იმიტომ რომ ძირითადად დავიწყეთ საუბარი, ფოტოგრაფია არის ადამიანი და მას უნდა გააჩნდეს მორალი. და თავარი არის ყოველთვის ფოტოში ხოლმე ეს მორალი და ამიტომ ეს შენიშვნა რომელიც სუზან სონტაგმა გააკეთა არის ის რომ იცი რა არის აი რა დროს ესთეტიზირება, როცა ესეთი რამე ხდება. და შეიძლება ესთეტიზირებამ აი ამ სურათიდან იმდენად სრულყოფილი გამოსახულებაა რომ წაგიყვანოს და გათქმევინოს რომ რა მაგარი სურათია. ანუ როცა უბედურება გადაქცეულია ხელოვნებად და არა თანაგრძნობად. დიახ. და აქ უნდა არსებობდეს რაღაცა ზღვარი ალბათ. რაღაცა უნდა არსებობდეს, არ ვიცი. ეს კიდე ცალკე თემა არის. საერთოდ ფოტოგრაფიაში თუ ნუ აი ამის კიდე ერთი მაგალითი რა ვიცი, ერთმა ფოტოგრაფმა გადაიღო სვავი და ბავშვი აფრიკაში. და როგორ შეგრძნება იცი რომ ახლა ეს ბავშვი მოკვდება და ეს სვავი შეჭამს ამას რა. იმან რაღაცა პრიზი მიიღო ამ ფოტოში და მე წერილები მოყვა ამას რომ რა დროს ფოტო იყო ბავშვი გადაგერჩინა. ამ კაცმა თავი მოიკლა. მე ისე დატრიალდა ეს ყველაფერი, ხო და აი ეს ყველაფერი არის ძალიან ისეთი საფიქრონი რა, რომ შენ რასაც აკეთებ, რასაც იღებ, ხო? ისე გააკეთო, რომ რაღაც მორალური საზღვარი არ წაიშალოს. ფოტოგრაფია არის ჩარჩო. ფოტო არის რაღაც შემოსაზღვრული ნაწილი რეალობის, ხო? და ფოტოს გარეთ რა ხდება, როცა უკვე ფოტო გადაღებულია და სამშაბლოზეა, ხო? არავინ არ იცის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არც იმ ბავშვის ის ბავშვი არავინ არ იცის რომ შეჭამა თუ არა. და ზუსტად ვიცი, რომ იქ კიდე იყო 1000 ბავშვი უკან, ამ ფოტოგრაფის უკან და 1000 სვავი გადატანითი მნიშვნელობით რა. და ამ კაცს არავითარი საშუალება არ ქონდა იმ ბავშვის გადარჩენის.
აი ხო ხტებით რომ ეთქვა კიდეც რომ ხა მე ამ ბავშვს წავიყვან არავინ იმ ბავშვს იქიდან არ გამოატანდა ხო მაგრამ ძირა ეს ფოტოში ხანდახან არ ჩანს ხოლმე ფოტოში ჩანს აი ეს ჩარჩო რაც მე მოგაწოდეთ ხო და ეს არის ხოლმე სულ გასააზრებელი როცა ფიქრობ რომ რა დროს ეს იყო უნდა იფიქრო რომ ამის გარეთ რა არის და იმ მხოლოდ ალბათ ისე შეიძლება რამის განსჯა. მაგრამ არის კიდევ სიცოცხლის რისკის ფასად გადაღებული ფოტო. ბევრი ფოტო. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. რობერტ კაპა, რომელსაც ომის ფოტოგრაფს ეძახიან, რომელსაც ეს იყო პირველი ფოტოგრაფი, რომელსაც ადამიანის სიკვდილი გადაიღო კადრში 36 წელს ესპანეთში, მერე კამბოჯაში თუ არ ვცდები 53-ში თუ 14-ში ნაღმზე აფეთქა. და მან შენრად იცოდა 36 წლიდან დაწყებული თუ რაზე მიდიოდა, იმიტომ რომ იმდენი ომი აქვს გადაღებული. და აი ეს მოხდა. ხო? და მაგრამ ის ეგეთი რისკიანი ფოტოგრაფი იყო და ამაზე მიდიოდა. ის იძახდა რომ უნდა აღბეჭდო ყველაფერი, უნდა აჩვენო კაცობრიობას, რომ კაცობრიობამ შეცვალოს თავისი აზროვნება. რომ კაცობრიობამ თქვას, რომ ომი არის ყველაზე საშინელი რაც კაცობრიობამ მოიგონა. რამდენად არის საერთოდ ფოტოგრაფის მიზანი ემპათიის გაღვიძება, თუ უბრალოდ მოყოლა იმის რაც არის, ამბის დოკუმენტირება? ეს არის ძალიან მთავარი, ალბათ რომ იყოს დოკუმენტირება, სწორად იყოს გადმოცემული. მაგრამ ემპათიის გარეშე, იმის გარეშე მთლად ობიექტური ვერ იქნები, იმიტომ რომ შენ ახარ ადამიანი და შენ აჭერთი სიმღილავს, შენ ირჩევ კადრს. ამიტომ რაღაც დონეზე ყოველთვის არის ჩადებული შენი სუბიექტური რაღაცები. თუმცა რა თქმა უნდა არ უნდა გასცდე იმ ობიექტურობას, რომელსაც ფოტოაპარატი იჭერს რაღაცნაირად. ბიძინა ივანიშვილი გადაგიღიათ? კი, ორჯერ. და მოგვიყევით ამის შესახებ. არაფერი მოსაყოლის არაფერი არ არის. ძალიან აბსურდული და სურეალისტური სიტუაცია იყო, მინდა გითხრათ, წავედი ლელობურთის გადასაღებად. National Geographic-მა წაგვიყვანა რამოდენიმე ფოტოგრაფი ლელობურთის გადასაღებად. გურიაში. ხო და ჯერ ისეთი აბსურდული სიტუაცია მომეჩვენა ეს ლელობურთი. ითვლება რომ ეს არის ჩვენი ტრადიციული თამაში. სინამდვილეში არის კატასტროფა. ადამიანები აკეთებენ ისეთ თამაშს თუ ისეთ ქმედებას რომ შეიძლება ვიღაცა მოკვდეს იქ და იყო კიდეც მაგის შემთხვევები. იმაზე აღარ ვლაპარაკობ რომ ძვლები დაემტრა ვიღაცას და უტანსაცმლოდ წავიდა სახლში. და მე მოყვავი ეს და მოვიდა ბიძინა, მაშინ გადავიღე და მეორედ მომიწია გადაღება როცა პრეზიდენტ მარგველაშვილს ირჩევდნენ პრეზიდენტად, რატომღაც მეც დამპატიჟეს როგორც ვერ გავიგე ფოტოგრაფი თუ საზოგადოების წევრი თუ არ ვიცი რატომღაც დამპატიჟეს ცერემონიალზე და სანამ მარგველაშვილი შემოვიდოდა დარბაზში იქ იჯდა ბატონი ბიძინა და პატრიარქი განკვეთზე და მაშინ გადავიღე კადრი სადაც პრეზიდენტის პოსტი ცარიელია ის პოსტი კი არა ის იყო ესეთი საიდანაც სიტყვებს იძახიან და კუთხეში არიან სხედან ესენი და იცი რა შემთხვევით გადავიღე ესეთი კადრი იმიტომ რომ კიდე რამოდენიმე კადრი გადავიღე მომიჩვენა რომ ძალიანაც სიმბოლურია ეს დღეს ეს კადრი იმიტომ რომ აი ეს პრეზიდენტის პოსტიც რაღაცა ის გახდა გაუგებარი რაღაცა იმის საგანი სულ ქილიკის საგანი რომ რა ვინ არის ვის დანიშნავენ ვის მოხსნიან თვითონ დანიშნავენ თვითონ მოხსნიან და ესეთ კადრი გამოვიდა. როდესაც იღებ ვინმეს ვინც არ გიყვარს ვის მიმართაც შენ გაქვს ნეგატიური დამოკიდებულება ეს ნიშნავს თუ არა რომ ეს გარდაულად გამოჩნდება ფოტოში და პირიქით. იცი რა აი მეორე ნაწილზე უფრო გიპასუხებდით. რა თქმა უნდა არიან ადამიანები რომელთანაც მე მაქვს ესეთი კარგი დამოკიდებულება კი არა აღტაცება. მწერლები, მხატვრები, მოქალაქეები რა მნიშვნელობა აქვს და მზია ამაღლობელი რომ გადაიღოთ. მაგალითად არ მქონდა სურათი და სიამოვნებით დავდებდი. სულ მინდა ხოლმე იმ ადამიანების გადაღება და იმ ადამიანების შეხვედრა უფრო სწორედ. გადაღება კიდე მეორე ნაწილია რა ამისი რა. იმ ადამიანებთან შეხვედრა ვინც ჩემ ახტოვანებას იწვევს მაგალითად მწერლების მაგალითად ძალიან მომწონდა პროექტი როცა ვიღებდი საბას ნომინანტებს საბას პრემიის რო არის ლიტერატურული პრემია და თამთა მელაშვილი იყო ერთ-ერთი ნომინანტი ჯერ არ იყო გამარჯვებული და წაკითხული მქონდა მისი მაშინ ორი პატარა რომანი და ისე გამიხარდა რომ ის უნდა მოსულიყო ჩემთან და ორივე წიგნი მოამზადე რომ ხელი მოეწერა
და თან გამიხარდა რომ ფოტოს გადავიღებდი. თან რომ იცი მე რომ ყველა ვარიანტში შენი გადაღებული ფოტო რაღაც დროს ისტორიად იქცევა. რაღაც დროს ისტორიად იქცევა. შენ ეს ამ ისტორიის დაწერა უფრო გინდა ვიდრე იმ ისტორიის დაწერა. 90-იანებში რაც გადავიღე აღმოჩნდა რომ ეხლა ისტორიას ეძახიან იმასთან. ხვდები რომ დღეს როდესაც ვიღებ 10 წელს მერე ისტორიას დაუძახებენ. ხო და რა თქმა უნდა მე ჩემი ისტორია მაქვს. და მწერლებს აქვთ ხოლმე შემოქმედებაში ცენტრალური რაღაც ნაწარმოები, მხატვრებსაც აქვთ რაღაც საკულტო ტილო, მთავარი ტილო და ფოტოგრაფებსაც და თქვენი როგორც ავტორის, ასე ვთქვათ, საკულტო ფოტო, რომელიც შეიძლება იყოს. ეგეთი ერთი საკულტო ფოტო არ მაქვს, მაგრამ აი ეხლა რო გამოფენა მიმდინარეობს ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში, აი იქ გამოჩნდა რომ თურმე მაქვს რაღაცა სერიები რომლებიც კარგად მუშაობენ და რომლებიც არ კარგავენ აქტუალობას. მოდი ესე ვთქვი. რომელი სერია? აი მაგალითად განმარტებანი არის ეგეთი სერია, რომელიც დავიწყე 2001-ში მე მგონი ზუსტად აღარ მახსოვს. და იმის მერე ესე ნაწილ-ნაწილ სულ ვაკეთებდი. 2001 25 წელი უკვე გასული. ხო? და აღმოჩნდა რომ მაშინ რომ რაღაცა თემებს ისეთ არ არის ჩვეულებრივი ისა დოკუმენტური ფოტო რო გადაიღე და კედელზე დაკიდე არ არის. იქ არის რაღაც ტექსტები, რაღაცა მთელი კონცეფცია არსებობს, რის გამოც ეს ყველაფერი კეთდებოდა და შემდეგ და ეგ ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს გამოფენაზე. კურატორებმა ისე იმუშავეს, რომ მეც არ მეგონა თუ ეგეთი სერია მქონდა და თუ ვინმე საინტერესებს, მივიდეს და ნახოს საკუთარი გამოფენის რეკლამასაც აგერ ვაკეთებ. აღმოჩნდა რომ მეც არ მიფიქრე, იმიტომ რომ ფოტოები 20 წლის წინ, 25 წლის განმავლობაში კეთდებოდა და ცი გააკეთებ დადებ. ეხლა რომ ეს ყველაფერი ამოვიდა კურატორებმა რომ დაალაგეს ეს ყველაფერი აღმოჩნდა რომ ზუსტად იმ თემებზე და იმ ღირებულებებზე არის იმ ფოტოებში ლაპარაკი, რომელიც დღეს ძალიან აქტუალური გახდა. ეს ღირებულებები მუდმივია. ყოველთვის არსებობს ადამიანისთვის, მაგრამ დღეს აქტუალური გახდა. ემპათია, სიყვარული, დემოკრატია, სამშობლო, დედა, ურთიერთობა და ციკლს ასახავს 2001 წლიდან თუ იმ პერიოდის კი ასახავს. ეს არის საკუთარ თავთან, მოდი ესე ვთქვათ, გაცნობიერება რაღაცის. აი, რომ იძახი რომ მოდი ახლა მე გავაკეთებ რაღაცა ვიზუალურ ნამუშევარს, რომელშიც გავაცნობიერებ თუ ჩემთვის რას ნიშნავს სიტყვაზე თავისუფლება. იქ ერთი ფოტო არის, რომელსაც თავისუფლება აწერია, ხო? და იცი რა იმისთვის კი არის რომ ხვალ მოდი გამოვფენ და ვიღაცას მოეწონება, არა, შენთვის აკეთებ. მე აღმოჩნდება რომ შენ რაც ღირებულებები გაქვს, ეს არის მთავარი ღირებულებები, რომელიც ყველა ადამიანს აქვს. და მე აღმოჩნდება რომ გამოფენ ამას, ეს ყველა რეაგირებს. და არის დოკუმენტური ფოტოები. ნაწილი დოკუმენტურია, ნაწილი კონცეპტუალური, მოდი ესე ვთქვათ, ძალიან დიდი ნაწილი არის კედელზე slide-show 90-იანებიდან მოყოლებული დღემდე სიტუაციების. და დანარჩენი არის რაღაცა კონცეპტუალური ფოტოები, რომლებიც განმარტავს რაღაცნაირად იმ სიტუაციებს. ძალიან საინტერესოა. სამი თვე იქნება? სამი თვე, ხო. თქვენი რომელი სამი ფოტო აღწერს დღეს საქართველოს ყველაზე ზუსტად? ეგრე არ მიფიქრე, იმიტომ რომ მართლა არ მაქვს ეგეთი რომ ვახრა მაგარი სურათი გადავიღე, მაგრამ აი ამ გამოფენამ კიდე ერთხელ გამოაჩინა, რომ 98 წელს გავაკეთე ერთი სერია, რომელიცაც ულისე ერქვა და ჯოისთან იყო დაკავშირებული და ტექსტები არის იმის ულისედან ამოღებული და იქ არის და ძალიან მიყვარს ეს ფოტო. იმიტომ კი არა რომ ეფექტურია, პირიქით. რა ხდება ფოტოზე? ფოტოზე არის 80-იანი წლების ჯერ საბჭოთა კავშირია. თბილისი, ღამით გადაღებული, კინოთეატრია უკან და საბჭოთა ჯარისკაცი, სამი საბჭოთა ჯარი და ვიღაც ადამიანებიც არიან, მაგრამ ეს არის ბაზრის დეზერტირების ბაზრის რკინიგზა გადიოდა და კუთხეში იყო კინოთეატრი კოლმეურნი. და სამი ჯარისკაცი დგას და სიგარეტს ეწევა მე მგონი და რეალურად ელოდებიან რომ უფასოდ შევლენ კინოში. მაშინ ჯარისკაცებს შეეძლოთ რომ უფასოდ კინოში შესულიყვნენ და ტექსტი ჩემი არ არის ჯოისის, მაგრამ ესეთი ტექსტი აქვს, ესეთი წინადადება აქვს თუ რაცა, რომ ძვირფასი ბინძური დუბლინი. ეს რო წავიკითხე მაშინ იქ მივხვდი რომ ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს ჩემი თბილისისადმი. რომ ის არის ბინძური ჭყალებში რა თქმა უნდა არა პირდაპირი გაგებით და ძვირფასი. და მომეჩვენა რომ აი ეს არის ალბათ ყველაზე რეალისტური შეფასება იმისი თუ მე რაც განვიცდი ჩემი
ქალაქისადმი, ხო. და ამიტომ ეს ფოტო ძალიან მომწონს. უბრალოდ ფოტო ამ თავისი კონტექსტით და ტექსტით. თურმე შეიძლება ფოტო არ ნახო, მოგიყვენ რა ხდება ფოტოზე და წარმოიდგინო. ძალიან მაინტერესებს ახლა ამ ფოტოს. აი იქ არის მიზანზე ნახა და ხო და თან საინტერესო რა არიცით რომ აი თან ეს ფოტო რო გადავიღე ხო ხვდებით რომ შენ სპეციალურად კი არა გადავწყვიტე რომ ღამე გადამიღო სპეციალურად კი არა წავედი იმ ადგილას და ასე შემდეგ, მაგრამ იქ მოხვდი და რომ ეგეც ფოტოგრაფიც ეგ არის. როცა სადღაც ადგილას ხარ, იქ გწნობ რაღაც ფოტოგრაფიულ მუხტს. არის ეს რა არის, ამას რომ მოგიყვნენ ხაბარ ას რატო დააჭირეთ. ფოტოგრაფიული მუხტი? ეს არის ადგილებს აქვს ფოტოგრაფიული მუხტი. სიტუაციებს აქვს ფოტოგრაფიული მუხტი, რომელიც შენს გარეთ არის და შენ ამას გრძნობ. და აი აჭერთიც. და მე მივხვდი რომ ეს ტექსტი არის იდეალურად ის რო ღამეა, ის რო რაღაცა რელსი ჩანს, რომელიც ახლა აღარ არსებობს, ანუ რაღაცა არსებობს, რომელიც გაქრება. ის რომ ჯარისკაცები არიან სხვა ქვეყნის ჯარისკაცები. ის რომ ახლა ჩვენ ქვეყანაში არიან და ისე რომ ისინი საწოდავები არიან, იმიტომ რომ ელოდებიან რომ ახლა კინო ის დამთავრდება და იქნება უფასო, იმიტომ რომ კაპიკი ფული მათ არ აქვს და ისინი ადამიანები არ არიან. აი ეს ყველაფერი არის იმ ფოტოში. თქვენი კოლეგების ფოტოგრაფების მხრიდან იგრძენით მხარდაჭერა ამ დღეებში? ამ დღეებში კი არა, ჩემი კოლეგების მხარდაჭერას გრძნობ ყოველთვის და ეს არის მათ შორის იმათიც, ვინც დღეს არ ვიცი, მე იმედი მაქვს, იმიტომ რომ მე მათ ყველას ვიცნობ. მე მახსოვს ფოტოგრაფების საქმე რომ როგორ უჭერდით მხარს ფოტოგრაფებს, მათგან ვერ ვხედავთ ახლა მხარდაჭერას. იცი რა არის? ეს არის მათი საქმე. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ცუდად ხდებიან, როცა ეს არ შეუძლიათ. ნუ ეს არის მათი გადასაწყვეტი. იმიტომ რომ მათ უნდა ახსოვდეთ მათ რაც გადახდათ. და სხვა თემაზე გადავიდეთ. როგორც მოხდი, მაინც გული გტკივათ ამ თემაზე, როცა ვსაუბრობ. მათი გადასაწყვეტი. კარგით. თქვენ იყავით მათ რიცხვში, ვინც თავის დროზე უჭერდა მხარს ქართულ ოცნებას, რა მოლოდინები გქონდათ და როდის მიხვდით, რომ გაგიცრუვდათ ეს მოლოდინები? მართალი რომ გითხრათ, ქართულ ოცნებას კი არ უჭერდი მხარს. მე ფიქრობდი, რომ 12-ში იყო ბევრი რამე შესაძლებელი და ამიტომ იმ წელს მე ხმა მივეცი ქართულ ოცნებას. და არა იმიტომ, რომ ქართულ ოცნება მომწონდა. ერთი იქ ვიფიქრე, რომ იყო კოალიცია, რომელშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია პოლიტიკაში იყვნენ და მე მგონია, რომ ის ადამიანები რაღაცას ცდილობდნენ, რომ ქვეყანა კარგ მხარეს წასულიყო. შეიძლება მაშინ ის მაინც სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ის იყო შესაძლებელი. უბრალოდ ყოველთვის მე ვარ ხოლმე იმის მომხრე, რომ თუ რამე ცუდად კეთდება, ის არის შესაძლებელი. თორე არც იმის დაუნახაობა მქონდა, რომ მაშინ იქ იმ პერიოდში ქვეყანაში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა დადებითისკენ, თუნდაც ის კურსი, რომელსაც ვილაპარაკეთ და ის ძალიან მომწონდა, მაგრამ მე არსებობდა კიდე ბევრი რაღაცა, რომელიც გამოსასწორებელი იყო და მე ვფიქრობდი, რომ აი ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ეს უნდა შეცვლილიყო. თქვენსავით და როდის მიხვდით, აი წითელი ხაზი რა იყო? აი როგორც კი პირველი სისულელე გააკეთეს და როგორც კი პირველი ისეთი რამე თქვეს, რაც ასევე ჩემთვის მიუღებელი იყო, მაშინ რომ მივხვდი, რომ ეს ეხლა არის შესაძლებელი. ანუ არა ახლა, მაგალითად რუსული კანონის დროს. რა რუსული კანონი? პირველივე სამწლედში, პირველივე პირველად და უკანასკნელად 2012-ში მიეცეთ ხმა. ქართულ ოცნებას. რა თქმა უნდა. მახსოვს, რომ როგორ დაიწყეს იმ ხალხის დაბერტყვა პარტიიდან, რომელიც გამოთეს ალბათ მივეცი ხმა. ფოტოგრაფია ხელობაა? შეიძლება ისწავლო, როგორ იქცედით ფოტოგრაფად? რა თქმა უნდა, ფოტოგრაფია ხელობა არის და ხელოვნებაც არის და ორივე სწავლადია. ორივე სწავლადია, ხელობაც და რო ხელოვანიც გახდე.
ასე ვთქვათ. და რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი ფოტოგრაფი გახდეს? უნდა ისწავლო. ანუ ჯერ თავარი არის ის, რომ გინდოდეს რომ იყო. და ყველა საქმე შეეგრია, ხო? თუ არ გინდა რომ იყო, მაშინ უბრალოდ აკეთებ ამ საქმეს, რომ ფული მოგცენ. თავარი ეგ არის და მე რა თქმა უნდა ისწავლო, იმიტომ რომ ყველაფერს გააჩნია რაღაცა წესები, ცოდნა ჭირდება ტექნიკას, ცოდნა ჭირდება თეორიას, ცოდნა ჭირდება, ყველაფერს ცოდნა ჭირდება და ეს არის სწავლადი აბსოლუტურად. არის რაღაც, რასაც პრინციპულად არ გადაიღებ? ეხლა ვფიქრობ, რომ შეიძლება მომიწიოს, მაგრამ არაფრით არ მინდა რომ ომი გადავიღო. ერთადერთი ომი იყო 91-ში რომ თბილისში დაიწყო და 92-ის დასაწყისში რომ დამთავრდა, ანუ სულ 10 დღე იყო მე მგონი. რომ დაიწყო ეს მართალი ვკითხოთ, იქაც ჩემი სურვილით არ წავედი. ერთი ავსტრიელი ფოტოგრაფი ქალი ჩამოვიდა, იმენ დამერეკა რომ მე ხა მიდიარი გადასაღებოთ და რაღაცა ის რო გაქვს იდიოტური ის რომ ეს ქალი მარტო როგორ გაუშვა ომშიო და წავედი და 9 საათში მივხვდი რომ აქ ის ხდება რაც მშიც მე არ მინდა რომ მონაწილე ვიყო. და როგორც ფოტოგრაფი მათ შორის ისი რა ფოტოგრაფი არის ყოველთვის მონაწილე. ფოტოგრაფი არის მონაწილე. შენ თუ იღებ არავინ არ თქვას რომ ეხლა მე ნეიტრალური ვარ და ეხლა რაც ხდება უბრალოდ იმას ვიღებ. მაგრამ ხო შეიძლება რომ გინდოდეს ასახო თუნდაც შენი ქვეყნის ყველაზე სამარცხვინო ისტორია ფურცლისა ხო აქვს დამთვალიერებას უფლება იცოდეს კი რა თქმა უნდა მე იმას კი არ ვიძახი რომ სხვამ არ უნდა გადაიღოს ეს მათი საქმეა. უბრალოდ მე არ მინდა რომ გადავიღო იმიტომ რომ სულ ფიქრობ რომ ყველაზე ცუდი რაც კაცობრიობამ როდიდან მოიგონა არის ომი. ანუ თქვენ ომი არ გინდათ? ვინმეს გინდათ ომი? ომი გინდათ? ხო. და მგონია რომ რა ვიცი, თუ გვაქვს მაგის ფორმატი და დრო, მეორე მსოფლიო ომის მერე შეიქმნა რაღაც რამდენი ნაწილი ფოტოგრაფიის, მათ შორის ერთ-ერთი იყო ის რობერტ კაპაცი, რო თქვით რომ ნაღმზე აფეთქდა, ხო? რომელმაც თქვეს რომ მაშინ დიდი როლი ითამაშა ფოტოგრაფიამ. რომ გაგვეგო ომი როგორი იყო მეორე მსოფლიო ომი, ეს პერიოდია ტელევიზია არ არსებობს. ანუ რეალურად ვიზუალური გამოსახულება მარტო ფოტოგრაფიაა რა. და თქვენს რომ იმდენად დიდი როლი ითამაშა ფოტოგრაფიამო, რომ მოდიო გადავიღოთო მთელი მსოფლიო და ვაჩვენოთ როგორ ცხოვრობთ. და მას ჰუმანისტური ფოტოგრაფია დაერქვა რაღაც დონეზე და ერთ-ერთი ამოცანა იყო რომ ომები გადაიღოთ, რომ გვენახა რომ ომი რა ცუდია. ამან მე სხვა რამე შეიძინა. ამან იცი როგორ რაღაც შეიძინა რომ თუ ომში წახვალ და გადაიღებ გმირი ხდები და მოთხოვნადიც ხდები იმიტომ რომ ყველას აინტერესებს ეს ფოტოები და ცოტა სხვა რამე შეიძინა ცოტა ნერვებს მეშლის ეს რა და ამიტომ გონია რომ აი მე არ მინდა რომ სხვამ რაც უნდა ისქნას მე არ მინდა რომ ომი გადავიღო და ხშირად არის ამაზე რაღაცა დავა შეიძლება თუ არა რომ დადგმული კადრი მიღებული იქნას შედევრად თუ დადგმულია და მას დოკუმენტურობის პრეტენზია აქვს რა თქმა უნდა ალბათ არა მაგრამ არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული ფოტოგრაფია ერთი არის დოკუმენტური და მეორე არის ორივე შეიძლება კონცეპტუალური იყოს მაგრამ ერთი არის დოკუმენტური და მეორე არის დადგმული და ეს დადგმული როგორც მხატვრული კინო ხო ეს დადგმული ფოტოები ხანდახან 1000 ჯერ შეიძლება უფრო მეტი ემოციის მომტანი იყოს მეტი შემეცნების მომტანი იყოს ვიდრე დოკუმენტური ფოტო დოკუმენტური ფოტო უფრო ისტორიას ასახავს და გაძლევს იმის შემეცნებას თუ ისტორიაში რა მოხდა და დადგმული და მხატვრული ფოტო შეიძლება იყოს ისიც ისტორიას გიყვებოდეს ოღონდ სხვანაირად და არა მარტო ისტორიას შეიძლება გიყვებოდეს ისევ იმ თავარ ღირებულებებზე დავალ ადამიანის თავარ ღირებულებებზე გესაუბრებოდეს ქორწილი გადაგიღიათ კი ისა ზოგ ქორწილში ისეთი ამბები ტრიალებს ხოლმე რომ ფოტოგრაფის ოცნება უნდა იყოს გადაღება იმ სიტუაციას მაგრამ მაშინ კლიენტი დარჩება უკმაყოფილო კი აუცილებლად იცი როგორი იყო რომ ერთხელ გადავიღე ერთი ჩემი ნაცნობი არის გოგო რომელიც ხდებოდა და მე ხრო შენ უნდა გადაიღო და ეს თან ფირის ფოტოგრაფიის პერიოდში ხდება რა და მე ვთხარი არ ვიცი მეთქი ამის არა მინდა რომ შენ გადაიღო და აი არ გამოვკიდე კაი გარეთ გადავიღე რაღაც ფოტოები და მე გამიტყდა კამერა ანუ ბოლომდე ვერ გადავიღე ის და მე ძალიან ნერვიულობდი მაგრამ ნუ კიდე კაი რაღაც ნაწილი მაინც გადავიღე და მივხვდი რომ აღარ მინდა ამის გადაღება მე ჩემს შვილს რო ცოლი მოყავდა
მიფიქრე რომ ფოტოგრაფი ვარ და ბარი მეც გადავიღო და მივხვდი რომ ვერაფერი ვერ გადავიღე, იმიტომ რომ მამის პანჩი უფრო ვიყავი ვიდრე ფოტოგრაფის და მე მივხვდი რომ არ შეიძლება ამის კეთება ესე რა. სერიოზულად მივუდგე ამ საქმეს. ხო, ანუ ძალიან ესეთი. თუმცა იძახიან რომ ყველაზე სარფიანი საქმეა. მართლა? ეგრე იძახიან რომ ყველაზე მეტი ფული ფოტოგრაფებს აქვთ ქორწილის ფოტოგრაფიაში, არა მარტო საქართველოს, მსოფლიოში. ზოგადად ამ ხელობით თავის რჩენა შესაძლებელია, რომ გარდა იმისა, ფოტოგრაფიით? ფოტოგრაფიით. იცი რა არის, ბევრი რაღაც ხდება საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც, რასაც ჭირდება დოკუმენტირება. ივენთები, რაღაც საღამოები, ქორწილები, რა ვიცი, ბევრი რამე ხდება, რომელსაც ჭირდება დოკუმენტირება. ამიტომ პრინციპში ფოტოგრაფის სამსახური არ დაილევა არასდროს. უბრალოდ შენ უნდა იყო მზად, რომ იცოდი ამის და ცოდნა უნდა ყველაფერს სხვადასხვანაირად რა. და თუ ვიღაცებს გააჩნიათ ამის ცოდნა, რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე შეიძლება რომ მათ იშოვონ სამსახური და იჩინონ და ვიღოთ ეს ჩენაც ხო ხდებით, შეიძლება რომ 320 ლარი იკმარო როგორც პენსიონერმა და შეიძლება რომ 16,000 ვერ იკმარო. ადამიანები ისე ესწრაფოდნენ თქვენს ობიექტივში მოხვედრას, რომ ისეთი ნდობა იყო თქვენს მიმართ ზოგადად, რომ გაშიშვლებაზეც არ ამბობდნენ უარს და როგორ ხსნით აი ამ ნდობას, ამ თანხმობას, სად გადის ეთიკური ზღვარი, აი შიშველი ფოტო, როდის არის უხამსობა, როდის არის ეს ხელოვნება. დღეს Facebook-ი ისეთ ალგორითმზეა, რომ რამის ვენერა მილოსელის ფოტო შეიძლება წაგაშლევინოს. და მეორე მხრივ ყველა ისწრაფის, რომ რაც შეიძლება შიშველმა დადოს თავის ფოტოები, რამდენიცაც შეიძლება. შიშველი ადამიანი არის და ყველას დაუცველი და ამიტომ თუ ვინმეს კადრში ვიღაცა შიშველია, ეს ნიშნავს ყველაზე დიდ ნდობას, ურთიერთნდობას. არც ერთი მხატვარი, არც ერთი მწერალი არ მეგულება, არც ერთი კიდე ვინ, რა ვიცი, რომელსაც არ აინტერესებდეს და ადამიანი სხეულით ღმერთის შექმნილია, ხო? და რომ არ გაინტერესებდეს, იმიტომ რომ ეს არის ისეთივე ინტერესის საგანი, როგორც ყველაფერი დანარჩენი. არსებობს კადრი, რომლის გადაღებაც ვერ მოასწარით და მოსვენებას არ გაძლევთ? იცი რა, ეგრე რომ კადრის გადაღება ვერ მოასწარი არა, მაგრამ გული მწყდება ხოლმე ადამიანებზე, რომლებიც არ გადავიღე და მე დიდი გავლენა იქონია ჩემზე. მაგალითად ვახსოფელო რო დაწერა. ზაირა ხო, არ შევხვდი არსად. ამ ხელა მწერალი დადიოდა შენს გვერდზე. დადი რა წაიკითხე და მიდი და ფოტო გადაუღე რა და გარდაიცვალა და მე წავიკითხე მისი ყველაფერი. და გული დამწყდა რომ აღარ არის ადამიანი, რომელსაც ვერ გადავიღე. შეიძლება ცუდი ფოტოაპარატით კარგი კადრი გადაიღო? ცუდი ფოტოაპარატი არ არსებობს. თუ არსებობს, თუ ფოტოაპარატი მუშაობს და მას შეუძლია რომ სურათი გადაიღოს, მე იმით ყველაფერს გაკეთება შეიძლება. დანგრეული შენობის გადაღება უფრო ადვილია თუ ახლის? იცი რა, და ალბათ გააჩნია ფოტოგრაფს. არიან მოდი ესე პირობითად დავარქვათ პერფექციონისტი ფოტოგრაფები, რომლებსაც აი სწორი ხაზი თუ არ არის, შეიძლება გული ცუდად გაუხდეს. არქიტექტორები არიან ეგეთი, ხო? აი სწორი ხაზი მათთვის არის რაღაცა ლოცვის სადარი, ხო? ესეთი ფოტოგრაფები, რა თქმა უნდა, თანამედროვე ახალ არქიტექტურას გაცილებით კარგად იღებენ და არიან ფოტოგრაფები, რომლებიც დანგრეულს უკეთესად იღებენ, იმიტომ რომ იმ დანგრეულში ჩანს ისტორია, ხო? დანგრევა არის პროცესის აღმნიშვნელი რაღაცა და არიან ფოტოგრაფები, რომელსაც აი ერთი დანგრეული კედელით შეუძლიათ რომ მოყვან ისტორია, რომ როგორი და შენ გრძნობ რომ როგორი იყო ეს, მე რა მოხდა და ეხლა ესე გამოიყურება და ორი სხვადასხვა ფოტოგრაფია და ორი სხვადასხვა ადამიანია ამის უკან. იმისთვის რომ კარგი პორტრეტი გამოვიდეს, რა არის საჭირო? აი რაღაც პატარა მასტერკლასი რო ჩამეტაროთ, გურამწება ხაშულის. იმდენად ბანალური იქნება ეს ეხლა, რასაც ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა საბოლოოდ გამოდის, რომ როგორ მოახერხებ ამ ადამიანთან დალაპარაკებას. მართლა? ხო, როგორ მოახერხებ განწყობის შექმნას. იმიტომ რომ ყველაფერი მიდის იქითკენ,
რომ ის ადამიანი იყოს გახდეს თავის თავი. როგორც კი კამერას მოგიშერენ, ჩემზე კარგად ალბათ თქვენ იცით ეგ, რომ ხდები რაღაც სხვა ადამიანი რა, რომ გინდა რომ ფიქრობ ეხლა ხდება ის, რომ გარდა იმისა, რომ მე ვარ, ჩემს გარეთ იქნება რაღაცა ჩემი გამოსახულება. ხო? და შენ გონია რომ შეიცვლები და მოწესრიგდები, ის გამოსახულება უკეთესი გამოვა. იქ უკეთესი გამოჩნდები და ხდები უცებ სხვა. და მას ჭირდება დრო, ერთი ჩაის დალევა, ერთი საუბარი, ერთი ანეკდოტის მოყოლა, ერთი ამბის გახსენება რაღაცის და მე ადამიანი თუ ის ხდება ვინც არის, მე ფოტო ყველა კარგი გამოდის. საყვარელი ქართველი ფოტოგრაფი ვინ არის თქვენი? ვაგროვებ ფოტოგრაფების ფოტოებს, ცული ფოტოებს, ვიძახი რომ ყველას გავუცვლი ერთ ფოტოს. მეც გამიცვლით? კი, რატომაც არა. და ჩემ სელფი შემიძლია. საინტერესო იქნება. კი. ფიქრობ ესე რომ დღეს იმდენი ახალგაზრდა მაგარი ფოტოგრაფია, რომელიც ისე მაგრად გადაიღეს მთელი ეს ამბები, რომ მთელი მსოფლიო მათი ფოტოებით იყო გაჭედილი. და აი მე დავიწყე ფოტოების შეგროვება, მათი ფოტოების შეგროვება, იმიტომ რომ ხვდები რომ ეს არის საშუალება, რომ აი ეს ყველაფერი შენ იქონიო და ყველას ვერ აი ცოტა ჩამოთვალე. აი მაგალითად გოგი ცაგარელი იყო ჩემი საყვარელი ფოტოგრაფი, აღარ არის ცოცხალი. ნათელა გრიგალაშვილი არის ჩემი საყვარელი ფოტოგრაფი და კოლექციაში მაქვს გოგის ფოტოებიც, ნათელას ფოტოებიც. შალვა ალხანაიძე იყო ეგეთი ფოტოგრაფი, რომელიც როგორ დაიცვალა იმის მერე აღმოაჩინეს. ის მაშინაც კაი ფოტოგრაფი იყო, მაგრამ აღმოაჩინეს რომ ვარა მაგარია თუ შეციღებდა 60-იან 70-იან წლებში. და მეორე იყო რეზო კეზელი, რომელიც მოდი მე ვიტყვი რომ მე ისედაც მაგარი იყო უჩემოთაც, მაგრამ მე დაიკარგებოდა მისი ნეგატივები, ვიღაცას ჩემთვის რა რეჩუქებინა და 10 წელი ვარკვევდი ვისი ფოტოები იყო. და იმის მერე ერთისაც და მეორის გამოფენაც იყო არა მარტო საქართველოში, არამედ ნიუ-იორკშიც, ლიტვაშიც, თურქეთშიც, ხო? და ძალიან მაგარი ფოტოგრაფები იყვნენ, საბჭოთა პერიოდია, 60-იანი, 70-იანი, 50-იანი წლები და იმის გამო, რომ იმ ქვეყანაში ეგეთ ფოტოგრაფიას ჩქმალავდნენ, ხო? ისინი არ გახდნენ ცნობილი სახეები და კიდე კაი არ დაიკარგა. ხო? იმიტომ რომ ისინი ისეთივე სრულყოფილი ხელოვანები კი არა, როგორ დავარქვათ, ოსტატები არიან, რომ რა ვიცი, ნებისმიერი მუზეუმს დაამშვენებენ. ხო? და მე ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთის კერძოდ რეზო კეზელის ფოტოების გამომზეურებაში რაღაცა წვლილი მიმიწვის რა, იმიტომ რომ რო ვნახე ეს რა მაგარი ნეგატივებია და 2 წელი მარტო ვასკანერებდი და ვარჩევდი რომ ეს რა არის და ეს რა არის და მე 9 წელი ვეძებდი რომ ვისი გადაღებულია კი მაგრამ არ ვეცოდი ვისი გადაღებულია რა და მე როგორ ძალიან მაგრა აღმოვაჩინეთ სასაცილოდ კი არა საინტერესოდ რა რომ ვერ გავარკვიეთ ვისი ფოტოები იყო ერთმა ჩემო მეგობარმა მითხრა რომ იმაზე გარე რეკლამაზე გვინდაო თბილისის ცოტა ძველი ფოტო ადამიანებს რო ჩანდრენ და ეს ერთ-ერთი ფოტო მივეცი და მეორე დღეს და ამერიკა ვიღაცა და მეუბნება რომ მითხეს რომ თქვენა გაქვთ ეს ფოტოებიო და მე ვარ ფოტოზეო და თქვენ საიდანა გაქვთო და აღმოჩნდა რომ ბიძამისის გადაღებულია ეს ფოტოები რეზო კეზელის რომელიც ძალიან მაგარი ოპერატორი იყო და რეჟისორი იყო და ტელევიზიაში მუშაობდა და იდეაში ფოტოგრაფია იყო ჰობი მისი მაგრამ იმის გამო რომ შეიძლება იცოდა კომპოზიცია გამჟღავნება და ტექნიკა ისეთი ფოტოები აქვს რომ რა ვიცი დღეს არიან ეხა მაშინ გადავალ ახალგაზრდებზე ხო მაგალითად არის ტბელა ბუსერიძე რომელიც არის რა ვიცი რამდენი წლისა 30-საც არ არის ჯერ და ძალიან მაგარი მისი ფოტოებიც მაქვს კოლექციაში მზესუ ქვია მარიამ რაგვარი გიუნაშვილი მისი ფოტოებიც მაქვს კოლექციაში შაკო დედარიანია რომელიც სულ 1 წელია ფოტოების გადაღება მისი ფოტოც მაქვს კოლექციაში ვახო ხეთაგური ჩემი მოწაფე იყო აი ამ შენობაში სწავლობდა და აქ სკოლა მქონდა ერთხელ ამ შენობაში სწავლობდა მისი ფოტოები მაქვს კოლექციაში უმაგრესი გიორგი შენგელი არის მაგარი ფოტოგრაფი რომელიც 10 ფოტო მაქვს კოლექციაში თინათინ კიღურაძე თიკა გოგიტიძე მე ვერ მოვასწრებთ და ბოლოს მინდა კითხოთ ზამთარი გადატანილია ეს თქვენი ალბომის სახელწოდება და რას ნიშნავს თქვენთვის ეს ფრაზა გადატანილია დღეს ზამთარი ხო და
მაგ წიგს რო აკეთებდნენ და მაგ გამოფენას რო აკეთებდნენ მაშინ რაღაც ვიდეოები ჩაწერეს. ტალაშა ბაქრაძემ თქვა რომ ეს ზამთარი კი გადატანილი, მაგრამ კიდე ბევრი ზამთარი შეიძლება მოვიდესო და აგერ ბატონო. ხო? ის წიგნი არის იმაზე, რომ იყო რაღაცა პერიოდი, რომელიც გადასატანი იყო. ეს არის 80-იანი და 90-იანი წლები და როცა ის გამოფენა გაკეთდა 19 წელი იყო, მე ვფიქრობდი რომ გადატანილია და ეხა ყველაფერი ნელა იქნება თუ ჩქარა წინ წავა და წინ მიდის. კიდევ ერთი ზამთარი. გადატანადია. და ეხა შეიძლება რომ ახალი გამოფენა გაკეთდეს, რომელსაც ზამთარი გადატანადი ერქმევა და მართლა გადატანადია რა. ყველა ზამთარი გადატანადია. რა არის ისეთი სამი ნივთი, რომელმაც რაღაც გავლენა იქონია თქვენს ცხოვრებაზე? გაქვთ ასეთი ნივთები? ნუ პირველი არის ფოტოაპარატი. აგერ არის ფოტოაპარატი. ხო, ეს ფოტოაპარატი, ხო, რა თქმა უნდა, ფოტოაპარატი არის ის ნივთი, რომელმაც ჩემზე გავლენა კი არა ცხოვრება შეცვალა. ეს ფოტოაპარატი ახლა რამე განსაკუთრებულია? ხო, ეს არის ყველაზე ჩვეულებრივი ფოტოაპარატი. შეიძლება. ყველაზე კაი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად გამოიყურება, იმიტომ რომ ბევრი ნამუშევარი აქვს. ანუ კარგად გამოიყურება, ჩემთვის. კი, აბა რა გადაგიღიათ ამ ფოტოაპარატით? რავი, ყველა ბოლო 10 წელიწადში რაც მომხდარა, ყველაფერი ამით გადამიღია. 10 წელია დაახლოებით მუშაობს რა. ხო და გონია რომ ფოტოაპარატი აღმოჩნდა ის ნივთი, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. ძალიან მომწონდა გამოსახულება ყველანაირი. და მაშინ გამოსახულება ერქვა რომ ხატვარი უნდა ყოფილიყავი რაღაც გამოსახულება შეგექნა და ფიქრობდი რომ ალბათ ეს არის ის რაც მინდა რომ ვაკეთო. და სკოლაში რო ვიყავი მე-4 თუ მე-5 კლასში აღარ მახსოვს ფოტოაპარატი მაჩუქეს. რა თქმა უნდა საბჭოთა მაშინ სხვა არც არსებობდა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშუალო ფასიანი ჩაიკა ერქვა. ეხაც მახსოვს. აღარ შემხვედრია ბაზარზე, თორე ისე სიმბოლურად ვიყიდიდი კიდე იმ ჩაიკას. და მივხვდი რომ ამით შეიძლება გამოსახულება გააკეთო. და რა დიდი წვალების მერე ბოლო-ბოლო მივიღე ერთი სურათი. და ვფიქრობ რომ ამან ძალიან ბევრი რამე შეცვალა ჩემ იმაში. ფოტოაპარატი, მე რა თქმა უნდა ეს ფოტოაპარატი სხვა ფოტოაპარატად გადაიქცა, მე სხვა ფოტოაპარატად გადაიქცა, მე ბევრ ფოტოაპარატად გადაიქცა და ნუ ეხლა ეს არის ეს რომელიც არის მუშა. ის ერთი სურათი რას ასახავდა? არაფერი აუ, ძალიან მაგარია, მაგასაც მოვყვები რა. მაშინ არ არსებობდა არც სკოლა ფოტოგრაფიის. არაფერი არ არსებობდა. ფოტოგრაფია როგორც დადებითი რაღაცა რო განგიხილა. და ერთადერთი წყარო იყო ჟურნალი იყო ეგეთი ჩეხური ფოტორევიუ ერქვა, რომელიც ბეჭდავდა კარგ ფოტოებს, ასე ვთქვათ, არა მარტო ბრეჟნევის და საბჭოთა რაღაცეებს, არამედ აი კარგი ფოტოგრაფის ფოტოებს და ის იყო ჯერ არც ვიცოდი რომ ეს კარგია, აი როგორ გძნობ რომ აი მოგწონს, მაგრამ არ იცი და მე აღმოჩინე ეს ძალიან ცნობილი ფოტოგრაფის გადაღებული. ერთი ვესტონი არის იყო ამერიკელი ფოტოგრაფი და იმისი თორსტები იმისი გადაღებული მსხალი იყო რა. მსხალია რა. ბიჭო ისე მომწონდა ეს მსხალი და ვიტახდი რომ მეც მსხალი ხომ აქვს მეც. ფოტოაპარატიც ხომ აქვს და გადაიღე რა ეს მსხალი. დავიღე აქედან იქიდან არ გამოდის ეს მსხალი და ის კარგია შენი არ ვარ. და რეალურად მე აღმოჩნდა რომ ეს მსხალი და ეს ფოტო გახდა რაღაცა მასწავლებელივით რომ აბა ეცადე რომ ეს ფოტო გამოიყვანო ეგეთი რა. და რეალურად მე სწავლება ეგრე წავიდა რომ აი მისი მოგწონს რაღაცა. აბა შენს თუ შეძლებ რომ ეს გააკეთო. მსგავსი მაინც რა. და მე ხვდები რომ ეს არის სწავლების პროცესი. და მე მივხვდი რომ მთელი ცხოვრება არის ეგ სწავლების პროცესი. რომ რაც შეიძლება მეტი კარგი ფოტო უნდა ნახო. რაც შეიძლება მეტი უნდა გაიგო იმან რომ გააკეთა ეს რატო და როგორ გააკეთა. და თვითონაც რო ხან დაბეჭდა მე ეს მოეწონა თვითონაც. და ის უნდა გაიგო რომ ის თვითონ რატო მოეწონა. და მე შენ ციგრების აკეთებ. როგორ დამთავრდა ეს ამბავი? მსხალი გადაიღე ის მსხალი. 3 წლის წინ გადავიღე ისე მსხალი. მადლობა, ძალიან დიდი, მართლა ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხართ თქვენ და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, უნდა დაგემშვიდობოთ და ყველაზე მთავარი ახლა უნდა გისურვოთ, რომ თქვენი შვილები მალე დაუბრუნდნენ სახლს და ამაყობთ ალბათ თქვენი შვილებით და ყოველთვის ვამაყობთ. ყოველთვის, იმიტომ რომ მე ვიცი ისინი ვინ არიან. ნამდვილად. ბიჭები, რომლებიც დედას ამოუდგნენ. კიდე გოგო მყავს, იმითაც ვამაყობ, უბრალოდ ის იქ არ იყო. ის იქ იდგებოდა.
თქვა სხვათა შორის მე მოვისმინე რომ მე იქ არ ვიყავი, თორე იქ ვიქნებოდი. კი, აბოსაც წავიდა და ის იქ ოჯახთან ერთად. მადლობა დიდი და დაგემშვიდობოთ. ეს გურამ წიბახაშვილთან ინტერვიუ იყო. იმედია ისიამოვნეთ, ასე დაგემშვიდობებით, მოგწერეთ, დაგვიკომენტარეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მისმინე, გვიპოვეთ Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, ასე გემშვიდობებით. მადლობა.